პოდკასტ პოინტი წარმოგიდგენთ. დღეს მოკეთ ფერმენტირებული საკვების დღე გვაქვს. ცოტა კი მეუხერხულება ეკრანზე ჭამა, მაგრამ არა უშავს. კაია. წინვალია. თქვენ გეკუთვნით ერთი დიდი ოსკარი. თუ შეიძლება სტუდიაში. კომბოსტო რა არის? ეს არის კომბოსტო სტეიკი, რომელიც ძალიან სასარგებლო არის და 100 გრამზე შეიცავს 25 კალორიას. ძველად ითვლებოდა აფროდიზიაკად, სექსუალური ტოლის აღმძვრელად. ისე მომიდა ეხლა სახში წავიდე და კომბოსტო დავამწვილო. აი ისე მომინდა. ცნილი მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მიკრობიოტასთვის, ასევე სტრესის შემცირებისთვის, როგორც სეროტონინისთვის, როგორც იცი. ძალიან ჭორი კანაქალაქში ცხოვრობ ჩემო ნინა და ვაიმე ია გასუქდა. ია ისეთი აღარ არის. თუმცა შენს დიეტაზე ხო არა ხარ? როცა შეფსარეული ხარ, წარმოვიდგინე როგორი რთული არის, რომ ცნებას გაუძლო, მე თუმეტეს ყოველდღე კრუასანებში. ჩემო საქში მალე გავხდები 59 წლის. არ არის ესე ადვილი, დაიკლო წონა. მე მახსოვს, რომ ძალიან ხშირად დადიოდა ციცო შენთან სტუმრად და მე რა გავგებრობა მოხდა. ციცოს გვინა, რომელიც მე დამჭა და მეგონა რომ იყო 100 კვადრატული, აღმოჩნდა რომ არის 99 კვადრატული. ავაზონინე და მეუბნებოდა რომ 107 არისო, მაგრამ ეს ეხლა გავიგე, მაგის გამო არ მომხდარა ჩხუბი. მოხდა ჩხუბი ის გამო რომ მართლა გულწრფელად მაინტერესებდა. მოგესალმებით Easy Plate-დან. დღეს მოგესალმებით ყველაზე გემრიელი ჯანსაღი და ბიუჯეტური კერძი. ასევე ჩვენს მაყურებელს მინდა უთხრა, რომ ჩვენი პირველი სტუმარი იქნება ია ფარულაო. ვფიქრობ ძალიან საინტერესო და განსაკუთრებული ეპიზოდი გამოვა. თუმცა რას მოუმზადებთ იას? მე მომზადე ის ინგრედიენტები, რომელიც ყოველთვის ნაცნობია, მაგრამ ბევრმა არჩის მათი დადებითი თვისება. ამიტომ დღეს სწორედ მათ დადებით თვისებებზე ვისაუბრებთ. და ამისთვის დაგვჭირდება ის ინგრედიენტები, რომელიც მოვიმარაგეთ ორ ნაბიჯში ყველაზე ბიუჯეტურ ფასად. ნინა, პროდუქტები სტუდიაში თუ შეიძლება? და დავიწყოთ მზადება კერძის, არა? დავიწყოთ. მომზადოთ ძალიან გემრიელი სტეიკი. სტეიკი უნდა შევწვათ ტაფაზე, მაგრამ ზოგადად ძალიან კარგი არის ასევე აეროგრილში მომზადება და აქვე ვიტყვი, რომ ჩვენი სპონსორია მეტრომარტი, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც მსხვილი, ასევე წვრილი ტექნიკა და ყველაფერი სამზარეულოსთვის. ბლენდერი, მიქსერი, აეროგრილი მათ შორის და ბევრი სხვა წვრილმანი, რომელიც ძალიან გვჭირდება ყოველდღურად სამზარეულოში. და რო იცოდე, არა მხოლოდ საყოფა ცხოვრება, არამედ მულტიბრენდული, თქვა IT მიმართულების და მსხვილი ტექნიკაც შეიძლება შეიძინოთ და მადლობა მხარდაჭერისთვის. ასევე მომზადეთ წითელი ხახვის მწნილს და გავაკეთებთ კომბოსტოს სტეიკს, რომელიც ძალიან ბიუჯეტური არის და ძალიან ჯანსაღი. ასევე გარნირად გვექნება კომბოსტოს მწნილი. რა სიტყვინა, როგორი შეხამება არის ინგრედიენტების? ძალიან კარგი არის, ჩემთვის თან, ჩემს დიეტაზე მისასალმებელი არის და ძალიან ჯანსაღი. დავიწყოთ? დავიწყოთ. მოდი პირველ რიგში დავიწყებ ხახვის მწნილის მომზადებით. პარალელურად შენ დაჭერი კომბოსტო და მე შევწვათ ბოლოს ხორცი. სანამ ია მოვა. გახსოვს ერთხელ რომ მომზადეთ ეგ კომბოსტო, ესე რომ დავჭერით ნაჭრებად? სტეიკის. იფიფანასთან ერთად კი, როგორ არა, უგემრიელესი იყო და მე ხშირად ვამზადებ მაგას. ხახვის მწნილის მომზადების ძალიან მარტივი პრინციპია 1-2-3 ქვია. ანუ 1 კოვზი შაქარი გვჭირდება, შემდეგ გვჭირდება 2 კოვზი ძმარი და 3 კოვზი წყალი. ამგვარად გამოგვდის ძალიან მარტივად და ძალიან გემრიელად ხახვის მწნილი. უნდა ავადუღოთ ეს ყველაფერი. და შემდეგ უნდა გადავიტანოთ უკვე წინასწარ დაჭრილი წითელი ხახვი. შეგვიძლია ჩვეულებრივი ხახვით გავაკეთოთ და ნებისმიერი მწნილი შეგვიძლია ამგვარად გავაკეთოთ. იცი შენ გაკეთება? შენგან ვისწავლე და ძალიან სასარგებლოა თან და გემრიელი ხდება და ისე რბილდება 1 საათში, რომ ვერ წარმოიდგენ. დაახლოებით 1 საათი სჭირდება მომზადებას, მაგრამ იდეალური არის დაახლოებით 1 დღეში. როცა უკვე ფერიც გამჭდარი აქვს და ძალიან ლამაზი გამოდის და ზოგადად ფერმენტირებული საკვები, რომელიც დღევანდელი დღის თემა არის რეალურად ჩვენი, არის ძალიან სასარგებლო. ნინა, როგორც ხედავთ, ძალიან ლამაზად ჭრის კომბოსტოს მომწონს, რომელსაც შევწვავთ შემდეგ გრილის ტაფაზე. ნუცა, როგორ უნდა მოვამზადო კომბოსტო, ისე რომ თავის სასარგებლო თვისებები არ დაკარგოს? არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს გადახარშული, ან გადამწვარი, ან შეძრეტად მომზადებული, უნდა იყოს უბრალოდ ისეთი, რომ საკმარისად დაორთქლილი, რომ უბრალოდ დარბილდეს და შეინარჩუნოს თავის სასარგებლო თვისებები. ნახევრად უმი, ნახევრად მომზადებული უნდა იყოს. ამისთვისაც ალდენტე. მე მიყვარს ძალიან ზუსტად მასეთი. ამიტომ მომზადებთ ახლა ჩვენ გრილის ტაფაზე
თან იქნება მოწალული, თან ზედმეტად არ იქნება მომზადებული და ძალიან გემრიელი გამოვა. მარილი და პილპილი არ დაგვაუწყდეს რომ მოვაყაროთ. და მე მგონი ზეითუნის ზეთიც ხო? აუცილებლად ზეითუნის ზეთი. მე ძალიან მიყვარს კომბოსტო და ჩემთვის არის ერთ-ერთი მთავარი სუპერფუდი. თან არის ძალიან ბიუჯეტური და ძალიან გემრიელი. ну გემრიელი თუ გემრიელად მომამზადებთ. უნდა გავაჩეროთ ჰაერთან კონტაქტში 5 ათვლის განმავლობაში, რადგან ახალი დაჭრილი არის, რადგან მასში სწორი ფერმენტები შევინარჩუნოთ. ანუ ოქსიდაცია რა მიდის. თქმა უნდა. ბადრიჯანზე ვიცოდი და კომბოსტოზე პირველად კი, გავიგე. კომპოსტოსაც ასე არის, ამიტომ თქვენს გაითვალისწინეთ. წითელ ღვინოზეც ვიცოდი, ზუსტად ეს იკეთდება. დავასვენოთ კომბოსტო. კომპოსტოს დავასვენებ, მანამდე გავაკეთოთ წნილი. ქვაბში გვაქვს წყალი, წყალს უმატებთ ძმარს. და წყალი რამდენია, ანუ 3 ჭიქა, უმატებთ 2 ჭიქა ძმარს და 1 ჭიქა შაქარს, რომ კარგად დამწნელდეს. მაგდენი, არ ვიცოდი. და ასევე ცოტა მარილი დაგვჭირდება და ცოტა პილპილი. უნდა წამოდუხდეს და როგორც კი წამოდუხდება, ეგრევე შეგვიძლია გადავიტანოთ უკვე ხახვი. დღეს მოკლედ ფერმენტირებული საკვების დღე კი. გვაქვს. თავარი თემა ეგ არის. დავადგათ ახლა ცეცხლზე. ზოგი ადამიანი იღდება კომბოსტოს მირთმევას, იმიტომ რომ შემდეგ შებრილობა აქვს ხოლმე. მე მაგალითად ძალიან ადვილად ვიტან და პირიქით პრაქტიკულად ყოველდღიურ ჩემ რაციონში არის კომბოსტო. და სწორ ფერმენტებს იღებ და სწორი ფერმენტები გაქვს შენ კუჭნაწლავში. სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ მარტივად ინერებ. შეგვიძლია მივთვალოთ ნებისმიერი საკვები, თუ ვიცით როგორ დავეხმაროთ კუჭნაწლავს შემდგომ. მაგალითად, ბიოპრონ 9 პრემიუმი ჩვენს კუჭნაწლავს მიკრობიოტას ეხმარება იმაში, რომ მოინელოს უფრო მარტივად ფერმენტები, რადგან ის შეიცავს ძალიან ბევრ დადებით და ჯანსაღ ისეთ ბაქტერიას, რომელიც ეხმარება შემდეგ უკვე ჩვენს მონერების სისტემას, რომ უფრო მარტივად გადაემუშავოს საკვები. ზოგადად ეს თემა ჩემთვის ძალიან საინტერესოა და ხალხმა ალბათ არც იცის, რომ ჩვენს კუჭნაწლავის ტრაქტში 3 კილო ნახევარი მიკრობიოტა ცხოვრობს. პრაქტიკულად პატარა კატის ზომის ცხოველია. და ამ ბაქტერიებს შორის არიან როგორც კეთილგანწყობილები, ისე არაკეთილგანწყობილები. ამიტომ ჩვენ რომ ვიზრუნოთ მათზე, საჭიროა დავნერგოთ ისეთი ოჯახები, რაც ჩვენი ჯანმრთელობისთვის უკეთესი იქნება. სწორედ ასეთი ოჯახები არის 9 შტამი არის ბიოპრო 9 პრემიუმში და ნამდვილად ძალიან ეფექტიანია. ახლა კი დროა ადუხდა წყალი, ძმარი და ცოტა შაქარი მარილ პილპილთან ერთად და უნდა გადავიტანოთ ხახვი, რომელიც დავჭერით ალყა, ეს არის წითელი ხახვი, შეგიძლიათ თეთრი ხახვით გამოიყენოთ და თუ გინდათ რომ უფრო მკაფიოფერი ქონდეს, შეგიძლიათ ჭარხალიც დავუმატოთ. აი ასე. და ახლა უნდა გადავდოთ ის, რომ დაიწყოს ფერმენტაცია. ადუღება აღარ არის საჭირო, შეგვიძლია გადავდოთ უკვე გაზიდან. ახლა კი დროა გადავიდეთ კომბოსტოს სტეიკის შეწვაზე, რომელსაც შევწვავთ აი ესეთ გრილის ტაფაზე. პერულად შევწვავთ როგორც ხორცს, ასევე ბოსტნეულს. იმათთვის, ვინც ვეგეტარიანელია, შეუძლიათ მირთვათ კომბოსტოს სტეიკი, ხოლო ვინც წითელ ხორცს მირთვებს, შეგიძლიათ მირთვათ ის სტეიკი, რომელსაც ახლა მოვამზადებთ. აი, ნინაც მოვიდა. მოიტანა ზეითუნის ზეთი და კომბოსტო, რომელიცაც ახლა უნდა შევწვათ ჩვენი სტეიკები. დაახლოებით 5-10 წუთი სჭირდება, რომ კარგად მოიწალოს. ორივე მხრიდან კარგად უნდა შევწვათ და გადავაბრუნოთ ხოლმე, რომ არ დაიწვას. ხოლო მეორე ტაფას გაცხელდა და შეგვიძლია ხორცის შეწვას გადავიწყოთ. ეხლა ჩვენ მაიარდის ეფექტით დაუბრაწეთ ორივე მხრიდან ხორცი, რადგან შეინარჩუნოს შიგნით წვნიანი, მაქსიმალურად შიგნით რაც წვენი არის, ჩაიკეტოს შიგნით და გავუკეთოთ ესეთი გარსი. ახლა როგორც ხედავთ, ძალიან კარგი გარსი გვაქვს და შემდეგ უკვე უშუალოდ ძრო ჭირდება, რომ მომზადდეს შიგნიდან. კარაქს უმატებთ, რომ უფრო გემრიელი გამოვიდეს და соусივით გაკეთდეს. კარაქი ასევე ძალიან კარგი ცხიმის საშუალება არის. და ზეთთან ერთად კარაქი არ იწვევა. მხოლოდ კარაქში რომ შევწვათ, კარაქი ვერ გაუჭირებს ამ ხელას იწვევს და დაიწვევა, ხოლო ეს უფრო წვნიანს და უფრო გემრიელს ახდენს სტეიკს. თუ ამზადებთ სტეიკს, უნდა მოვუწოდოთ სულად იმ წესებით, როგორც საფრანგეთში ამზადებენ. ну ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში. საფრანგეთში ამზადებენ კარაქით, რადგან ჯანსაღი ცხიმი არის ერთ-ერთი, რომელიც ძალიან კარგი არის ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ნუცა რა ხდება მან? აი ზუსტად 2 წუთში მზადი მექნება ყველაფერი. ძალიან კარგი. მაშინ გადავინავსოთ მაგიდასთან, იაც მალე შემოგვიერთდება და იქ გავაგრძელოთ. წავედით.
ჩვენ ახლა გრილის და მელოდიის სახში ვიმყოფებით, სადაც მისი მყუდრო ინტერიერი და გამორჩეული ატმოსფერო საუკეთესო განწყობას შეგიძლიათ. აქ არის ევროპული, ამერიკული და ქართული სუფრის მრავალსახეობა. შეგიძლიათ მოხვიდეთ, მუსიკას მოусმინოთ, ყოველდღიური ლაივები არის და დააგემოვნოთ უგემრიელესი საჭმელი. ია, მე ვიცი შენზე, რომ ძალიან ფეხბედნიერი ხარ და ამიტომაც Easy Plate-ის პირველი სტუმარი შენ ხარ. გამარჯობა ია. გამარჯობა. ნუცა, შენ მართალი ხარ, იმიტომ რომ არ არსებობს ქართულ ტელესივრცეში, რაც მე ცნობილი ადამიანი ვარ, რომელიმე პოპულარული გადაცემა, რომლის პირველი სტუმარიც არ ყოფილიყავ. აბა, რაზე დამპატიჟეთ? იცოდით, რომ სტეიკი მიყვარს? სტეიკი მე მოვამსადე, medium rare არის. ეს არის ცილის და რკინის წყარო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცხოველური მივიღოთ ცხოველური ცილები. ასევე გვაქვს ფერმენტირებული წნილები, როგორიც არის ხახვის წნილი, ვიცი რომ ხახვი არ გიყვარს, მაგრამ არა, უშავს. ლამაზი ფერია. ხო, ასევე კომბოსტოს წნილი გვაქვს და კომბოსტოს სტეიკი. ალტერნატივა არის ჩვეულებრივი სტეიკის. შენ რას ფიქრობ, გიყვარს სტეიკი? მე ძალიან მიყვარს სტეიკი და ამ ბოლო დროს დავდივარ სხვადასხვა რესტორნებში და ვაგემოვნებ სტეიკს და ჩემ აზრს ვამბობ. ოღონდაც ეს არ არის, თქვათ, ფულს კი არ იხდიან, მაგრამ მე თვითონ ჩვეულებრივად ფულს რომ შევჭავ საჭმელს, ამიტომ აქ უფლება რომ გავაკრიტიკო ან შევაქო და აი ძალიან შემიყვარდა სტეიკი, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც სულ ახლა ხანს ამერიკის საჭმლისა და წამლის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა ახალი პირამიდა, კვების პირამიდა, სადაც წითელ ხორცს და საერთოდ ხორცს აქვს უპირატესობა, ჩვენ ესე არ ვიცოდით, ამბობდით რომ აი მე წითელი ხორცი ეს ძალიან ცუდია და ასე შემდეგ. როდის უნდა დავაგემოვნო? როცა გინდა დააგემოვნე. რა არის ეს ვერ გავიგე რომ ეს აბა დავაგემოვნოთ. ეხლა ნუცა მე არ ვიცოდი რომ შენ ისა რა ქვია სტეიქსაც თუ აკეთებდი. მეგონა მარტო კრუასანების დედოფალი იყავი. არა, სტეიქსაც ვაკეთებ, არ ვიცი შენ როგორი შემწვარი გიყვარს, მაგრამ იმედია მოგეწონება. ცოტა კი მეუხერხულება ეკრანზე ჭამა, მაგრამ არა უშავს. კაია. წინვალია. ძალიან გვიხარია. წინვალია. ხორცი ჩვენ არჩია? რა თქმა უნდა, დიახ. ძალიან კარგია. გვაქვს ესეთი აწყობილი პირამიდა და ნინამ სწორედ წინა გადაცემაში ილაპარაკა ამ FDA-ის ახალ გამოქვეყნებულ პირამიდაზე, რომელიც შეცვალა და უფრო მე საკუთარ თავზე დაკვირვებით აღმოვაჩინე ზუსტად ეგ და ძალიან მიხარია, რომ არ აღმოჩნდა თქვათ ჩემი ილუზია და აგერ კვლევებმაც დაადასტურა. ნაკლები ნახშირწყალი უნდა მივიღოთ. სამწუხაროდ ნაკლები ნახშირწყალი უნდა მივიღო, არა და მე ვგიჟდები ფუნთუშეულობაზე, ნამცხრეულობაზე, კრუასანეულობაზე. შენი ნამცხრებიც მიყვარს, შენი რა ქვია სხვადასხვანაირი რო გაქვს. ჭკუაზე არა ვარ, მაგრამ ეს ამ პირამიდაში რა ცოტა შეგვიძლია რომ მივიღო. თბილი მიყვარს მე საერთოდ ძალიან. დილაობით ფაფასაც მიირთმევ, ხო? ფაფას მივირთმევ და შრის ფაფას. საიდან იცი კუც უხდება, მაგრამ უხდებოდა, მაგრამ მაფუებდა. ეხლა გადავედი დილით ლორი ყველი და ბებოს ლავაში ვახვევ, ლავაში ვახვევ და იმას მივირთმევ ყავასთან ერთად და უფრო მანაყრებს და ამშია მალევე. ფერმენტირებულ საკვებთან როგორ ხარ აი წნილეულთან და ძალიან მიყვარს, მაგრამ ცოტა კვირს მიიღზიანებს და ვიცი რომ ძალიან სასარგებლოა განსაკუთრებით კომბოსტოს ფერმენტირებული საჭმელი, მაგრამ ნუ ეს პრობიოტიკების წყარო როა და ეს ყველაფერი ვიცი, მაგრამ ცოტა ნაკლებად ვეპარები. ხელი დაბანილი მაქვს, მეტი დამუშავებული მაქვს. მე ისი თქვა მინდა რომ კომბოსტოს მწნილი არის ერთ-ერთი სუპერფუდი და ია რო არ გაგიზიდავოს კუთვნაწლავის ტრაქტი აუცილებელია რომ ზმრის გარეშე და მხოლოდ მარილ წყალში იყოს დამწნილებული და საერთოდ აღარ გიხდება ამის პრობლემა ნამდვილად. იცი რა არის? ნაკლებად ზიანდება ის დადებითი ბაქტერიები ზმრის გარეშე, როცა მწნილდება წნილი. და ეხა მეც მინდა ვთქვა ერთი რამე, რომ ეს არის პრებიოტიკი, რომელიც ჩვენს ნაწლავებს და ჩვენს ბაქტერიებს ჭირდება საკვებად რომ გამოიყენოს და მე ასევე პრობიოტიკსაც ვიყენებ, იმიტომ რომ მე ძალიან ხელს მიწყობს იმაში, რომ ახლა ზედმეტი წონა სულ რომ ვებრძვი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დადებითი ეფექტი მქონდეს პრობიოტიკების მიღებისგან და მე ბიოპრონ 9 პრემიუმს მივირთმევ საჭმელს წინ დღეში 2 აპს. და ორკვირიანი კურსი არის იდეალური იმისთვის, რომ
შედეგი უკვე ნათვალადები ვიგრძნოთ ჩვენ თავზე. ჩვენ კომბოსტოც მოვმზადეთ. კომბოსტო რა არის? ეს არის კომბოსტო სტეიკი, რომელიც ძალიან სასარგებლო არის და 100 გრამზე შეიცავს სულ რაღაც 25 კალორიას. არის მდიდარი კოლაგენით და ასევე C ვიტამინით და ძალიან სასარგებლო არის, ყველაზე ბიუჯეტურია თანაც, ძალიან იაფი ჩდება და არის ძალიან სასარგებლო. და თუ სწორედ არის მომზადებული, უგემრიელიც გამოდის რა სიტყვით. სასწაულია. ეს პირდაპირ აიღე და გრილზე დადე, შაქარი ხო არ მოაყარე? არანაირი შაქარი არ აქვს. ცოტა მოკემოროა. თავისი ბუნებრივი გემო აქვს. აბსოლუტურად არაფერი აქვს დამატებული. სასარგებლო ნახშირწყლებია, რომელსაც მე მაგალითად დღის განმავლობაში ალბათ ყოველ ბოსტნეულისგან ვიღებ, იმიტომ რომ იას ყოველთვის რჩევებს ვეკითხებოდი ხოლმე თუ გახსოვს, იმიტომ რომ ინსულინ რეზისტენტობაზე შენ ქონდა ეს ცოდნა და ნამდვილად ძალიან ბევრ საინტერესო რჩევებს მარძლევდი და ეხლა მივიღებთ ასეთ რჩევებს, რომ მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგად გამოიყურები და აშკარად დაკლებული ხარ წონაში. 10 კილო დავიკელი, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ იყო დიდი ვარჯიშების და შრომაგარჯის შედეგი, იმიტომ რომ ჩემო საკში მალე გავხდები 59 წლის არ არის ესე ადვილი, დაიკლო წონა, განსაკუთრებით როდესაც მენოპაუზში ხარ, როდესაც გაქვს ინსულინ რეზისტენტულობა და ასე შემდეგ. ძალიან მიწვალე, შენს გახსოვს, მთელი 1 წელი 6 საათის მერე არაფერს არ ვჭამდი. დავდიოდი ამ რესტორნებში, ქორწილებში, დაბადების დღეებზე და მარტო ყავას ვსვავდი, კოკაკოლას დავლევდი და გრამს ვერ ვიკლებდი. და სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ გამოჩნდა ბაზარზე წამალი, მონჯარო, რომელსაც ახლა არ ვარეკლამებ. ისე ვინცაც ჩამოაგჯობდა, ჩემთან კონტრაქტი დაედო. გავარეკლამებდი კარგად, იმიტომ რომ ერთხელ თქვი სტორში მონჯარო მეთქი და რომ მოკლედ მე გავხდი კონსულტანტი მონჯაროზე. მოკლედ დავიწყე ეს წამალი, რომ გითხრა, რომ ჩემ ინსულინ რეზისტენტულობას ეშველა და ნიშნული ჩამოვიდა, მეთქი მოგატყუებ, მაგრამ წონა წავიდა. მაგრამ ეს არის ძალიან ისეთი წამალი, რომელიც თქვენი ნებით არ უნდა დაიწყოთ, უნდა აუცილებლად გაიაროთ კონსულტაცია ენდოკრინოლოგთან, უნდა იყოს გადაღებული აუცილებლად პანკრეასის ეკო, ფარისებრის ეკო და ანალიზები აუცილებლად. აი ჩემ შემთხვევაში მაგალითად ექიმმა რეკომენდაცია არ მომცა და ამიტომ მე ჩემით ვწვალობ დღემდე და ნელ-ნელა მივდივარ შედეგამდე. თუმცა მე 10 კილო მაქვს ია დაკლებული და გეტყობა. კიდევ ვაგრძელებ. ნუ ლინა თებში არის ზუსტად ის, რაც მე მეჭმევა ჩვეულებრივად და ძალიან ბატონო, მაგრამ დღეს კიდე შეჭამ? დღეს პირველად ვჭამ. აი მე მეც აღარ მაქვს უკვე საერთოდ, ანუ ეს დავარეგულირე. კი. ნუცა შენს დიეტაზე ხო არა ხარ? მე ვცდილობ უფრო ჯანსაღად ვიყვებო, დიეტა ყოველთვის მნიშვნელოვანია, როცა შევწარეული ხარ. წარმოვიდგინე, როგორი რთული არის, რომ ცნებას გაუძლო, მე თუმეტეს ყოველდღე კრუასანებში, მაგრამ კი ყოველთვის ვცდილობ, რომ ვიყო ვივარჯიშო, ვიყო კარგ ფორმაში და ვიყვებო ჯანსაღად. ეხლა ცოტა მოვიმატე, მაგრამ ვცდილობ, რომ მეც დავიკლო, ამიტომაც დავიწყეთ ეს გადაცემა და ერთად ვიკლებთ წონაში მე და ნინა. იცი რა არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია წონის დაკლებისთვის, მეგობრებო. მე არ ვიცი რამდენად თქვენ გაქვთ ამის ფუფუნება ცხოვრებაში, მაგრამ მე მაქვს. როგორც კი ოდნავ დავიღლები და სტრესს ვგზნობ, ეგრევე მივდივარ დასაძინებლად. დასაძინებლად. მე სხვადასხვა ძალიან ბევრი მძინავს ახლა. ეს პერიოდი კი, აი სტრესის გამო და იმიტომ რომ მე ვიცი რომ თქვენ ძალიან ბევრ შრომობდით, დილის 5 საათზე დგებოდით, აწყობდით ამ ყველაფერს და ძალიან დიდი შრომა გაქვთ ჩადებული ბალანსში. მაგრამ ვაიმე, დილის 5 საათზე სულ რომ ოსკარების დაჯილდოებაზე მიფრინავდნენ ლოს-ანჯელესში არ ავდგები, რომ აი ეს იცი რა არის ჩვენთვის აი წარმოუდგენელი ამბავი, აი რა არის ახალგაზრდობა. კვები, ანუ წონასთან ბრძოლას თუ იწყებ, პირველი ძილი უნდა მოაწესრიგო. იმიტომ რომ აი მაგალითად 1 საათიც რო დაგაჭრეს ძილი, მეორე დღეს წონის კლებაც იკლებს, პირდაპირ არის კავშირში. ამიტომ ეს არის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანია და აი ვის როგორ, იმიტომ რომ მე ძალიან მინდოდა, იმიტომ რომ აქ ხალხში დაირხა, ხო იცი, მაინც ძალიან ჭორი კანაქალაქში ცხოვრობ, ჩემო ნინა და ვაიმე ია გასუქდა, ია ისეთი აღარ არის, ვაიმე ია ესე, ია ისე და ვიღაცას გაუხარდა, ვიღაცას ეწყინა, ვიღაცა შეცბა და
ახლა უკვე მორჩა. ია საოცრად ძალიან გამოიყურება. მადლობა, ცოტა რამდენიმე- ჩამოიწლაცა, მაგრამ არ მაგასაც უნდა მივხედავ. ია მეც რო გავხდები ერთად მივხედავ ერთად საქმეს, მე შენ გენდობი. აუცილებლად ესე ვიზავ. ეს წითელი ხახვიც რაღაცა არის? წითელი ხახვიც ფერმენტირებული არის, ესეც შეიცავს ძალიან ჯანსაღ უჯრედის და იმ ვიტამინებს, რაც ძალიან გვჭირდება. ესეც ჩვენ დავამწნილეთ აქვე ძალიან მარტივი პრინციპით. რამდენი ხანი დაჭერდა მის დამწრილებას? დაახლოებით 15 წუთი. რა? სწრაფად წნილდება, მაგრამ ეს ძმარს შეიცავს. იცulis ამის და უკაცრავად ეს კომპოსტო რამდენი ხანი დამწრილდა? არა, ეგ ეს უდაბნო დიდი ხანია. ხანი, ხო. მაგრამ ხახვი უფრო სწრაფად. ისე მომინდა ეხლა სახში წავიდე და კომპოსტო დავამწნილო. აი ისე მომინდა ეხლა რომ რა ვქნა. იმედი ჩვენ მაყურებელსაც მოუნდება დამწნილება. აუცილებლად უნდა ია მოვალ ჩვენთან და გადავიღოთ როგორ დავამწნილებ. აუცილებლად მოდით და დავამწნილებთ ჩემთან კომპოსტო, იმიტომ რომ წნილი მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მიკრობიოტასთვის, ასევე სტრესის შემცირებისთვის, როგორც სეროტონინის ზრდის, როგორც იცი, იმიტომ რომ კუჭნაწლავში გამოიყოფა ეს ჩვენი სეროტონინი და ხელს უწყობს რომ რა არის სეროტონინი, ყველაფერ შეიძლება არ იცოდეს, ეს არის ბედნიერების ჰორმონი. ყოველდღე ვინც იღებს კომპოსტოს სტილს, ია მისი ინსულინ რეზისტენტობა, ჯანმრთელობა, იმუნიტეტი, რაღაც სასწაულ ნიშნულზე ადის. მათ შორის ძილსაც ხელს უწყობს, რომ უკეთესად გეძინოს ხო. და B ვიტამინით არის სავსე. საერთოდ იდეალურია სახის კანისთვის, ძალიან კარგია ძალიან კარგია. იმუნიტეტისთვის. მე მოგეხსენებათ მე კოლაგენსაც შეიცავს ხო, შორის. მე ვსვავ დანამატებს ცნობილი ლეოსლავი. შენც იცი ლეოსლავი, არაერთხელ გიხსენებია შენ სტორებში, მე ვსვავ. ეხლა იქ აი თქვა ხახში შედის კვერციტინი, ესე ყველაფერს ვსვავ. მაგრამ ბევრი ადამიანი ვერ სვავს ამდენ დანამატს ერთ მუჭას, არ შეუძლია ეს კი არა ვიტამინ D-ს დალევა ძლივს ვასწავლე ხალხს. ხო და ამიტომ აი ესეთი კვება ეს არის აი იდეალური საჭმელი რა. და რო ჭამდა რომ შენი სხეული გეუბნება რომ აი მადლობა. მადლობა, კი, ზუსტად. და ისიც ვახსენე, რომ თუ ჯერ თქვა კომპოსტო ადამიანებს შებერილობას იწევს, ესე იგი მას პრობიოტიკი აკლია. როგორც კი მიიღებს პრობიოტიკს, გასწორდება ეს და მერე პრებიოტიკს მიიღებს უკვე კომპოსტოს სახით. ასაბარაკო. ხო. ეს არ ვიცოდი. კი, ნამდვილად, მაგრამ ჩვენს კუჭნაწლავის ტრაქტში ხო არის ძალიან ბევრი მიკრობები, ოჯახები ცხოვრება. როცა არის პათოგენური ეს მიკრობები, თქვა, რომელიც უფრო ნახშირწყლებს გადაამუშავებს, შაქრებს, ის იწვევს ზუსტად აი ამ შებერილობას და როდესაც დაასახლებ იქ უფრო ჯანსაღ ოჯახებს და ახალ შტამებს, ისინი პირიქით მათ ადგილს დაიკავებენ და აღარ იწვევენ ამ შებერილობას. და პრობიოტიკი ეს დავლიოთ? კი, ეს არის ძალიან კარგი, მე აღმოვაჩინე რამდენიმე წლის წინათ, ეს არის ბიოპრონ 9 პრემიუმი და დღეში 2-აბი უზმოზე უნდა მიიღო, დაახლოებით 2 კვირაში უკვე დასახლდება და იქნება არაჩვეულებრივად მთელს დასახლდება. მილიონი ცოცხალი ბაქტერია თითო აპში წარმოიდგინე. ძალიან კარგია. ისე ვიტამინ D როგორ გაქვთ გოგოებო? მე ვსვაპავთ. რამდენი გაქვთ? მე მაქვს ზედა ზღვარს, ანუ ზედა ქვედა ზღვარზე ბოდიშად 50 მე მგონი. ქვედა ზღვარი არა, ქვედა ზღვარი 30-ია. 30, ესე იგი უკვე გადავწდი ქვედა ზღვარს, კი. მე 80. ეს სასწაულია. იმიტომ რომ წეთებს ვსვამ, მაგრამ ეს აი ძალიან ბევრს აქვს დაბალი ვიტამინ D და 2 წელია 3 წელი ამას გავიძახი და ვიღაცებმა უკვე დამიჯერეს და დაიწყეს დალევა და საოცარი შედეგია. იცი რა გონია ხალხს რომ შეიძლება ზედოზირება მოუვიდეს. არაფერი ზედოზირება არ მოვა. მეც მაგას ვამბობ რომ თამამად შეგიძლია დალიოთ. მე მქონდა 80 ერთხელ და სპეციალურად გავიკეთე ანალიზი რომ მაქვს 80. მე ჩავხსენი 5 დღე არ დავლიე, გავიკეთე ანალიზი და ჩამოვარდა 35-ზე. არ მოიდგინ რა სამბობ. 35-ზე ექიმი გეტყვის რომ ნორმაა, მაგრამ აი იმისთვის რომ აი არ მოგერიოს არანაირი ვირუსი, ისა ესა ძალიან ძლიერი იმუნიტეტი გქონდეს, მე მაგალითად 60 უნდა მქონდა. იცი რას დავაკვირდი, ერთხელ ბოტოქსის გასაკეთებლად წავედი და დესპორტს ხო ვიკეთებ 28 წლის ასაკიდან. და როდესაც შოკოლადს მომცემდა ჩემი ექიმი და ჩავიდოდი, მაშინ არ მტკიოდა. უშოკოლადოდ მტკია. ანუ ბუნებრივი ანესტეზია. ესე იგი გამზადებული აქვს ჩემთვის ეს შოკოლადები, აბაია ესე შოკოლადზე უარს არ ვამობ, თაფლი მიყვარს. ანუ ტკბილი მიყვარს, სხვადასხვა მონჯაროზე. გინდება ძალიან ტკბილი. და ცოტა უნდა გააკონტროლო ეგ ადამიანმა და კიდე რა, იცი მონჯაროს
მთელი დღე ისე გადის, რომ ვერ გზნობ, რომ მშიერი ხარ და უცებ აი რაღაცა ვერ ხარ კარგად რამჭეს, უი დღეს არ მიჭამია. გავიწყდება. ხდება საჭმელი, აი ვეღარ ჭამ და ისეთი кай შეგრძნება. აი ადრე სადღაცა რესტორანში პიცას რომ მოიტანე ხო და ერთ 5 ნაჭერს ხო შევჭამდი და ეხა ერთი ნაჭერი და აუ აღარ შემიძლია, ეს кайია. ია და იცი რა მაინტერესებს, აი სიამოვნების განცდა ხო არის კვების მიღების დროს, ხო ძირითადად აი მონჯაროზე ეგ გაქვს კიდე სიამოვნებას იღებ თუ ნაკლებად? კი, სიამოვნებას ვიღებ, გემოებს ვაგემოვნებ, I appreciate, ვაფასებ ყველაფერს, მაგრამ კუჭი აღარ მაძლევს საშუალებას რომ მეტი ესე იგი რა უცნაური, ანუ ტვინი არ გაძლევს ალბათ. ტვინი არ გაძლევს, ხო, კუჭი და ტვინი ერთი არ არის. ისე ჩვენი კუჭნაწლავის ტრაქტი რომ ზემოქმედებას ახდენს ჩვენ ხასიათზე, ეს უკვე დადასტურებულია და ნუ რა თქმა უნდა აქ თუ პრობლემა არის ამას კუნდალობე და gut brain connections-ზე უკვე იმდენი კვლევებია და იმდენი რაღაცეები არის რომ რა ვიცი. ხო და ეხა გამოდის მონჯაროს რეკლამა და მე მგონია ძალიან ბევრ ადამიანს მართლა ინტერესებს ეს თემა და მთელი თბილისი იკეთებს. უწესრიგად ვლაპარაკობთ აქ. მთელი თბილისი იკეთებს, არავინ არ აღიარებს, უბრალოდ ძალიან ძვირი სიამოვნებაა. ტრამპით საუბრობდა, უფრო სხვა პრეპარატზე. ოზემპიკზე საუბრობდა და ტრამპი იყო გაბრაზებული იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ოზემპიკიო ამერიკაშიო 10ჯერ ძვირი ღირსო ვიდრე იმაშიო, ევროპაშიო და აქაც უნდა გავაიაფო, იმიტომ რომ ძალიან ამერიკის მოსახლეობის უმრავლესობა არის ძალიან გასუფრებული და ეხა იმიტომაც შეცვალეს ეს პირამიდა. ბავშვობიდან სწორი ჩვევების ჩამოყალიბება რამდენად მნიშვნელოვანია. მე მახსოვს რომ ნუცა პატარა რო იყო სკოლაში რომ დადიოდა, სულ იმას აპროტესტებდა, რომ მასწავლიან თქვა ქიმიას, ფიზიკას და ესეთ და არ გვასწავლიან როგორ უნდა ვიკვებოთ, როგორ უნდა ვიკვებოთ. მაშინაც კი ამას აპროტესტებდა ხოლმე, რომ არ გვასწავლიან, ანუ ისეთ რაღაცებს, რა ცხოვრებას გაგვიოლებს, არ გვასწავლიან. როგორ მუშაობს, თქვათ, აი ყველაფერი ეს და ამას მე მოგვიანებით ვსწავლობ. აი, ხედავ, რაც ბავშვობაში აწუხებდა, რეალობაში უკვე რომ გაიზარდა რეალობად აქცია და რამხელა რევოლუციას აკეთებს კვების ინდუსტრიაში. ბაღში ცხოდე შორის ვიყარებოდი ხოლმე სამზარეულოში სიმღერის გაკვეთილებიდან, მე ვიყავი სამზარეულოში, ექსებს ვაკეთებდი ხოლმე მზარეულებთან ერთად, იმიტომ ძალიან მიყვარდა ეს პროფესია ბავშვობიდან და დღემდეც როგორც არა, ნუ მართლა საოცრებაა. შენთან ახლა ესეთი კითხვა მექნება, ვინაიდან შენ იპოვე შენი გზა და წონის კოლექციას. ჩემ შემთხვევაში მე რას მირჩევდი, იმიტომ რომ მე სამწუხაროდ ვერ ვიღებ მედიკამენტს და ჩემით უნდა გავიარო ეს გზა. მე ჩაკუთარი თავის მოსმენით თქვათ აღმოვაჩინე ის პროდუქტები და ბიოსენსორი მქონდა გაკეთებული და ძალიან დამეხმარა, რომ გამეგო რომელ საკვებზე რა რეაქცია ჩემ ორგანიზმს, ხო? და თქვათ აღმოჩნდა რომ ლატე რომელიც ძალიან მიყვარდა და ყოველდღე ვსვამდი, სასწაულად მამატებდა წონაში და მიჩერებდა საერთოდ კრების პროცესს. კი, ერთი ჭიქალა ძალიან წევდა. გლიკემიკური ინდექსი წევდა. ძალიან წევდა და აი წარმოიდგინე ერთი ჭიქა ლატე მიჩერებდა მთელს, ანუ კალორიებში ვჯდებოდი, მაგრამ კლების პროცესს მიჩერებდა საერთოდ. ამიტომაც ესეთი რჩევები ჩვენს მაყურებელს ალბათ ძალიან აინტერესებს მსგავსი. მე რა რჩევა უნდა მოგცეთ ქალს, რომელიც ტორტს რო დავინახავ და ნამცხვარს დავინახავ, მეკეტება ტვინი. აი მართლა მეკეტება ტვინი, ბავშვობიდან მიყვარს. მახსოვს კიდევაც ხა ერთად ჩემ დაბადების დღეზე თებერვალშია და ხილი ხო არ იყო მაშინ და 64-ის ვაშლის მურაბის ტორტი მოიტანა მამი და ჩემმა დოდომ და ბავშვებმა რომ დაიწყეს ამ 64-ის ვაშლის ჭამა, თურმე ვიჩხუბია, ხელი არ მოკიდოთ მეთქი ჩემია, თქვა ისე მიყვარდა ტორტი არ ვაჭამე ბავშვებს. ეხა ეს რა თქმა უნდა ლირიული გადახვევა არის. შემთხვევაში ნინა რაც გიცნობ, მე მესმის რომ შენ სხვადასხვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ამის გამო, ფარისებრის გამო, შენი წონა გაიქცა, მაგრამ ეს იმიტომ არ ხდება, რომ შენ ხარ სუნაგი და გიყვარს ჭამა. ეს იმიტომ რომ გაიქცა და გაიქცა. მე შენ ადგილას უკაცრავად და საერთოდ დავიკიდებდი ამ საკითხს. და საერთოდ არ ვინერვიულებდი ამ თემაზე, იმიტომ რომ აი გავხდარი რომ იყავი ხო ძალიან საყვარელი და ძალიან ლამაზი იყავი და ძალიან სექსო მომხდარი, მაგრამ ეს ეხა რაღაცნაირი საყვარელი არქეტიპი შენ ძალიან გახდა სხვათა შორის. საყვარელი არქეტიპი კეთილი ფერიის და აი რო გახდები მე რეგულარული ფერი არ გახდა არ მინდა. საყვარელი. დარჩი კეთილი ფერია. ამ კატეგორიაში ისეთია, სიხალვათია. ხო, აბა რა, იმიტომ ყოველსი გამხდრე უნდა და
იცი რა არის თუ შენი ანალიზები წესრიგშია შენი ხოლესტერინი შენი ისა პროტრობინი მაშინ რას ნერვიულობ არა იცი რა იქამდე მივედი რომ საერთოდ სტრესი და ნერვიულობა არ გჭირდება არაფერზე არ უნდა მე რა შენი გადაიტანე ცხოვრებაში სტრესი და ნერვიულობა მე არ დამავიწყდება ამ ზაფხულს დილის 5 საათზე რომ დგებოდი დედაშვილი და აი მართლა რა საოცარი თქვენ გეკუთვნით ერთი დიდი ოსკარი თუ შეიძლება სტუდიაში გაგიმარჯოთ ეგეც საინტერესო პერიოდი იყო და მე მგონია რომ ყველაფერს რომ მიაღწიო ცხოვრებაში ცოტა უნდა დაიჭიდო აბა რა მენენება ესე როდებს ჩვენი კვება გავაგზელოთ ჭამა ია მე მახსოვს შენთან სულ ვაწყობდი ხოლმე რაღაც ხო პატარა ღონისძიებებს სახში ხა ღომსა აკეთებდი ათუხდებდი ხოლმე უგემრიელესი ხელი გაქვს მადლობა ხო და ეხა აღარ გვექნება ეგეთი საღამოები სამწუხაროდ იმის და გამო რომ ბინა არის პატარა სადაც ეხლა ვცხოვრობ ჯერ დროებით ბინაში ვცხოვრობ აბანოთუბანში სანამ რაღაცას გადავწყვიტა შემდეგი ჩემი საცხოვრებელი ბინა უნდა იყოს გასაიდუმლოებული არამის არ ვეტყვი საცხოვრობ იმიტომ რომ ჩემთვის სტუმარი აღარ მოვა იმიტომ რომ მე ვეღარ მივიღებ 30 კაცს არა 15 კაცი იყო მაქსიმუმი ჩემთან ერთხელ საშუბო წვეულებაზეც ხარ ნამყოფი მახსოვს მიყვარდა ეს სტუმრები თვეში ორჯერ აბა ღომი აბა ისა აბა ესა მაგრამ მოხდა ისე რომ ის ბინა დაუთმო ულამაზესი ბინა იყო ციცოს უნდა ამ ბინის ყიდვა წლები გავცვალეთ ასე ვთქვა და მოხდა ესეთი გარიგებასავით რა და არ მგონია რომ აწი კიდე გავაკეთო ვიცი რა არის მე მივხვდი რომ ძალიან ბევრი ადამიანის სახში მე ნაყოფი არა ვარ იმიტომ რომ ვიღაცები თავიანთ სახს უფრთხილდებიან რომ ზედმეტი ენერგია არ შევიდეს ზედმეტი რაღაცა ვიბრაცია არ შევიდეს და მე ასე გადავწყვიტე ცხოვრება მე მახსოვს რომ ძალიან ხშირად დადიოდა ციცო შენთან სტუმრად და მე რა გაუგებრობა მოხდა ისეთი რომ თქვა რა აღმოაჩინა ისეთი ახალი იმ სახში რომელშიც ყოველდღე იყო ხოლმე პრაქტიკულად აი მინე როგორი ინტრიგანტები მართლა გულწრფელად მაინტერესებდა ეს კითხვა და არ შეიძლება ამ ყველაფერზე კადრს გარეშე ვთქვა თუ არ გაქვს სურვილი აი გამორჩეთ კამერები ხო მე შენ არ მინახება დიდი ხანია და გეტყვი როგორც იყო რა ну მოხდა ძალიან დიდი გაუგებრობა ციცოს ძალიან ფეთქებადი ხასიათის გამო იმის გამო ამის გამო მაგრამ ციცოს შერჩა უზარმაზარი ბინა და ციცოს ბინა რომელიც მე დამჭა და მეგონა რომ იყო 100 კვადრატული აღმოჩნდა რომ არის 89 კვადრატული ავაზომინე და მეუბნებოდა რომ 7 არისო მაგრამ ეს ახლა გავიგე მაგის გამო არ მომختარა ჭუბი მოხდა ჭუბი იმის გამო რომ რაღაცა ნუ მეზარება რა ციცოს ნერვებმა უმტყუნა და სამწუხაროა იმიტომ რომ თქვენი მეგობრობა იყო რა ვიცი მე ცხოვრებაში ვერ ვიფიქრებდი რომ ესე ახლოს რო იყავით რამე მოხდებოდა ნუ გულდასაწყვეტია ნამდვილად ძალიან გულდასაწყვეტია ხო მაგრამ ნუ რაც არის ყველაფერი რაც ხდება კარგი უკეთესობისკენ ჩემო ნინა იმედია როდესმე შერიგდებით ჩაიფიქრე კეთილმა ფერია გადავიდეთ კვიზზე? გადავიდეთ კვიზზე. პატარა კვიზი გვაქვს შენი ესეთი ყველა ჩამჭრა. ისე არა ვარ მომზადებული საერთოდ, არ ეგონოთ რომ მომზადებული ვარ წინასწარ. ესე იგი, ცოტა უცნაური კითხვაა, მითია თუ რეალობა რომ სტაფილოს ჭამა სიბნელეში ხედვას აუმჯობესებს? არ მგონია რომ სიმართლე იყოს. სწორია, მითია, ნამდვილად მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანელებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს მათი პილოტები ღამით კარგად სტაფილოს ჭამის გამო ხედავდნენ. რეალური მიზეზი კი იყო ახალი რადარის ტექნოლოგია, რომელიც არსებობაც ეხლა მეორე კითხვა. ეს ხილი სინამდვილეში კენკრაა. ის არის ყველაზე რადიოაქტიული ხილი კალიუმის გამო, მაგრამ ადამიანისთვის სრულიად უსაფრთხოა. აბა თუ იცი რომელი ხილი არის? ბოტანიკურად არის ეს კენკრა, ანუ ისე კენკრას არანაირად არ გავს და არის კალიუმის, მაგნიუმის ესეთი მარაჯის მქონე და სპორტსმენები ხშირად იღებენ დატვირთვის, ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. ბანანი იქნება. სწორია. რატოა ბანანში შხამები? ის არის წიწდება სპეციალური იმითი ხო, სპეციალური სითხე გამწიფებული. არ არის ეს საშიში ჯანმრთელობისთვის, უბრალოდ მასში არის ეს ენერგიის დიდი წყარო. მითია თუ რეალობა რომ ჟავე კომბოსტოში უფრო მეტი C ვიტამინია ვიდრე ფორთოხალში?
მჟავე კომბოსტოში ჩემი აზრით უფრო მეტი C ვიტამინია ვიდრე პორტოფოლში. სიმართლეა, ყოჩა. რომელი უფრო დიდი ცოდვა დიეტის დროს? ერთი ნაჭერი შოკოლადის ტორტი თუ ერთი ბოთლი ტკბილი გაზელი სასმელი? მე მგონი შოკოლადის ტორტზე უარესი არის გაზიანი, იმიტომ რომ ოღონდ არ ვიცი რატო, მე გაგონილი მაქვს რომ გაზიანი უარესია ვიდრე ტორტი. გაზიანი უარესია, მაგრამ რატო ტორტში ხო ცხიმიც არის, კვერცხიც არის. ზუსტად ეგ არის მეტი და სილაც არის, ცხიმიც არის და გაზიანი სასმელში მხოლოდ შაქარია, რომელიც არაფერს ეხლა რო ესეთი კვიზებზე სწორი პასუხი გავეცი, პრიზი აუცილებლად იქნება და ეხლა ტორტი იქნება პრიზი. ეხლა უნდა კითხოს ესეთი კარგი კითხვა მაქვს ეს პროდუქტი ძველად ითვლებოდა აფროდიზიაკად სექსუალური ტოლოს აღმძვრელად თუმცა მისი ჭამის შემდეგ პარტნიორთან მიახლოებას არისკვა სუნის გამო აბა რომელია ნუ ნიორი იქნება როგორ უნდა მოახერხოთ ან ნიორი რომ ორივე უნდა ჭამოს ეს ნიორი ნიორს ვერ ჭამს საერთოდ იმიტომ რომ კუც მიღეზიანი მე მიყვარს ნიორი გამომცხვარი ღუმელში არაჩვეულებრივია გაჭრის შუაზე მარის მოაყრი და იდეალური არის აი სტეიქსაც ძალიან უხდება. იმდენად ფანტასტიკურად ვიპასუხეთ ყველა კითხვაზე, რომ ნამდვილად დაიმსახურეთ ვახშამი Greenland Melody House-ში ორ ადამიანზე. ამიტომ გელოდებით ნებისმიერ დროს ამ სასიამოვნო გავლენაში. აუცილებლად გესტუმრებით. დიდი მადლობა. მადლობა ია ყველაფერთვის. ძალიან ბევრი კითხვა დაგვჭა კიდე აუთვისებელი და კომენტარებში იქნებ დაგვიწერონ ამ ვიდეოს ქვეშ და ვეცდებით რომ გავცეთ პასუხები. კარგი. არ დაგავწოთ ჩვენი გვერდის გამოწერა ნებისმიერ კითხვის შემთხვევაში დაგვიწერეთ კომენტარები, ჩვენ კიდე აუცილებლად გიპასუხებთ. ეს გადაცემა რაზე იქნება? YouTube-ზე არა, რა თემას ეხება? ჭამას, ყვებას, სონის კლება. ჯანსაღ ყვებას ბიუჯეტურად, გემრიელად, სწრაფად და ისე როგორც გიყვარს. რეცეპტებიც იქნება? აუცილებლად. გამარტივებული ყველაფერი აქვს. ჩვენ ხო იცი კომფორტი და გამარტივება გვეყვარს. მე გამოვიწერო. გაგიმარჯოთ კიდევ გაგიმარჯოთ და მადლობა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი. ხა ჩვენ კიდე ვიჭორავებთ. რამდენი გვაქვს საჭორავად მერტო ჩემ. გამორთეთ ახლა კამერები და მიკროფონები დავიწყეთ. ხა მართლა ვიჭორავთ რა. პოლიტიკაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ. რა გითხრა, მითხრა, დასვიკითხე ნებისმიერ პასუხს, კითხვაზე პასუხს გაგცემ, რა გიდა?